იცი ასეთ ამოცანაში რას უნდა მიაქციო ყურადღება რომ არ შეგეშალოს? მოდი თუ არ იცი ამას მე გასწავლი. რადგანაც არის ძალიან მარტივი თუ გაიაზრებ პირობას და მაშინ გასწავლი სწორედ ამ პირობის გააზრებას. ეს არის მეხუთე კლასის ერთ-ერთი ამოცანა და მოდი წავიკითხოთ პირობა. ერთი რიცხვი ბოლოვდება 4-ით. რისი ტოლი უნდა იყოს მეორე რიცხვის ერთეულების ციფრი, რომ ამ რიცხვების ჯამი იყოს 2-სა და 5-ის ჯერად. პირველი ვიწყებ ფიქრს. ერთი რიცხვი ბოლოვდება 4-ით. ნიშნავს, რომ რაღაცა რიცხვი წერი არ აქვს მნიშვნელობა. რამდენი ციფრისაგან შედგება ეს რიცხვი, მთავარია, რომ ერთეულები, ანუ ბოლოვდება, ის არის ერთეულები. ერთეულებში გვიწერია ჩვენ 4. რისი ტოლი უნდა იყოს მეორე რიცხვი? რაღაცა მეორე რიცხვიც გვიწერია, არ ვიცით რამდენი ციფრისაგან შედგება, მაგრამ ბოლო ერთეულების ციფრიოში რა უნდა მეწეროსო, რომ ამ რიცხვების ჯამი იყოს 2-სა და 5-ის ჯერადი. თუ ჯამია ერთეულს ერთეული უნდა მიემატოს. 2-სა და 5-ის ჯერადი რას ნიშნავს? დაკავშირი ხომ ნიშნავს, რომ აუცილებლად მე ისეთი რიცხვი უნდა ვიპოვო, რომელიც 2-ზეც გაიყოფა და 5-ზეც გაიყოფა. ნახოთ ახლა 5-ზე იყოფა ისეთი რიცხვი, რომელიც ან ნულიანით ბოლოვდება, ან ხუთიანით ბოლოვდება. ხოლო 2-ზე იყოფა ყველა ის რიცხვი, რომელიც არის ლუწი. ლუწი რიცხვები ბოლოვდება 0-ით, 2-ით, 4-ით, 6-ით ან 8-ით. დაკავშირი კი ნიშნავს, რომ მე უნდა ამოვარჯიო აქედან ისეთი დაბოლოება, რომელიც ორივესთვის იქნება საერთო. ასეთი არის მხოლოდ ნულიანი. 0 დაბოლოებული რიცხვი 5-ზეც იყოფა და 2-ზეც იყოფა. ესე იგი მე ჯამში აუცილებლად უნდა დავაბოლოვო 0-ით. მაშინ 4-ს რამდენი უნდა მივუმატო 0-ით დაბოლოვებული, ანუ 10 რომ მივიღოთ. უნდა მივუმატოთ აუცილებლად 6. და ის ჩვენი მეორე ციფრის ერთეულების თანრიგს, რასაც გვეკითხებიან, იქნება სწორედ 6-ის ტოლი. აი ჩვენი მეორე რიცხვის ერთეული. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გაუზიარე მეგობრებსაც, რადგანაც ასე ყველა კლასისთვის თითო სავარჯიშოს ჩავწერ ხოლმე და შევეცდები, რომ ის ყველაზე რთული და საკვანძო სავარჯიშოები შემოგთავაზოთ, რომელიც ყველაზე მეტად უჭირთ გააზრება პირობის და სწორ პასუხებამდე მისვლა. ასე რომ არ დაგავიწყდეს, გაუზიარე მეგობრებს ეს ვიდეო, შეინახე და გამოიწერე გვერდი, რომ არ გამოგჯდეს ბევრი საინტერესო ვიდეო.